რაც არხზე აქტიურობა დავიწყე, მაყურებელი იმის მერე ამთხოვს. რამე სერიოზულ თამაშზე ხო არ ფიქრობ რომ შექმნა. რამე სერიოზული რა, 3D-ში გააკეთე რა. სუჩუმე, ცოტა ხნით დასვენება მჭირდება. რამე სერიოზული გააკეთე რა. კარგი. ზატო. Yo, მოგესალმებით, მე ფირანა ვარ, game developer-ი და ვასრულებ დადებულ პირობას და ვიწყებ online 3D თამაშს. იდეა ასეთია. მოთამაშე არის საში გამოკიდებულ კუნძულზე, სადაც სხვა მოთამაშეებს უნდა უტყლაშუნოს და გადააგდოს პლატფორმიდან. რაღაც სტიკმენების მსგავსი, მაგრამ 3D-ში. იცით როგორი გრძნობაა, როცა გინდა 3D-ში თამაში აწყო. მაგრამ 3D ანიმაციის აზრზე არ ხარ. აი, მე კი ვიცი. ხო, სად ვიყავ? ამ ვიდეოში გადავჭრი პრობლემას ანიმაციის სახით, რომელიც საუკუნეები ამტანჯავს. უბრალოდ როგორ არ მიყვარს ამისთან ნახვა. აი ხსნად კი იმაზე რთული რამ მომევლინა ვიდრე სტანდარტული ანიმაცია. რაგდოლები. რა არის რაგდოლ სისტემა? ეს არის გეიმინგში და ანიმაციაში გამოყენებული ტექნიკა, რომელიც საშუალებას გაძლევს პერსონაჟის სხეული რეალურად ამოძრავა და ფიზიკის კანონებს დაამორჩილა. როგორც სოჯინა. პირველ რიგში ავაწყე ჩვენი პერსონაჟი Unity Shibe, რომელიც საკმაოდ ლამაზი გამომივიდა. ამის შემდეგ კი დავიწყე რაგდოლების სისტემის ინტეგრაცია. პერსონაჟს გაუკეთე სახსრები და მივეცი ფიზიკის კომპონენტები. ბალანსის სწავლება დამოუწყდა. ვასწავლოთ ბალანსი ჩვენ კაცუნას. როდესაც ყველაფერი წინ მიდიოდა, გავიგე ამბავი, რომელმაც ყინაღამ დეპრესიაში ჩამაგდო. რაგდოლებსაც უნდათ ანიმაცია. უამრავი მცდელობა. უამრავი გათენებული ღამე. ამისთვის ლივს გავუკეთე ანიმაცია და ხელზე რაჭირს. Fuck. ეხლა გადარჩენისთვის იბრძვის თუ ეს რა? იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს პერსონაჟმა ფრენაცის სწავლა გადავწყვიტე ტუტორიალი ჩამერთო. სერჟიო აბრეუ გარსია. ძალიან დიდი მადლობა. მან მაჩუკა ეს მოდელი და შესანიშნავი სისტემა. რაღაც ბაგები მაქვს, მაგალითად ესე ბუქსაობს ხოლმე პერსონაჟი ადგილზე, მაგრამ გამოსწორდება. რაგდოლებით თამაშით დავიღალე, ამიტომ დროა მულტიპლეიერის პრობლემას მივხედოთ. ერთ მოთამაშეს ეძახიან ჰოსტს, რომელიც სტარტავს თამაშს. დანარჩენები კი ერთვებიან ჰოსტს. ეს მოთამაშეები თავის ეკრანზე ხედავენ იმას, რაც ჰოსტზე ხდება. თავარი მიზანი კი ისაა, რომ ყველა ხედავდეს ერთსა და იმავე სამყაროს რეალურ დროში. Online-ისთვის გამოვიყენე Unity-შივე ჩაშენებული სისტემები და სულ რაღაც 30 წამში სრული სისტემა წყობრში მოვიყვანე. ასე მალე არაფერი გამკეთებია ბაგების გარეშე. Final moments, my გამომწერებო, ჩემო მაყურებლებო, final moments. Network manager-ი გვაქვს და start host. Let's see. იმუშავა არის. GG. გარდა ამისა გაუკეთე ელემენტარული user interface. ასევე დაუმატე ეს ლამაზი ფერებიც, რათა გაგერჩია რომელი პლეიერი რომელი იყო. ხოლო აი რაგდოლებსა და მულტიპლეიერის გაერთიანება კი ნამდვილად გავს Dark Souls-ის boss. ამ თამაშის დასასრულებლად და სურვილი ბედნიერებისთვის დამრჩენია მხოლოდ კომბატ სისტემა, ასევე ჩვენი რაგდოლებისა და მულტიპლეიერის ერთმანეთში გაერთიანება და მაპის გაკეთება საბოლოოდ. თუ გინდათ რომ ეს თამაში გაგრძელდეს და შესაბამისად ფართორი დაიდოს, ამისთვის საჭიროა ყურადღება. ასე რომ ველოდებით თქვენ გაყურადობას. მანამდე კი მე მინდა დაგემშვიდობოთ. მოვალ შეხვედრამდე. Peace.